აბა, დავედით. არ დამიწვა რა ვახო, ყურადღება მიაქციე. რაფერი მიცა, ნახე, შეხედე. დიდი ხანია კამერების წინ ამყოფება. თან. გადაღებით ეს ესე გიშნია. მე გავგიჟდებული. ცალ-ცალკე კი რაღაც ბევრი სიზულელები გიყავდა. ხელი, რა პრობლემაა? აჰა. რაც მოგივა დავითაო. ყველა შენი დავითაო. დღითი დღე წმუნდები, კარგად ვაკეთებ საჭმელს რა. გავარჯობა, მოგესალმებით, როგორ ახართ, მე კარგად ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ავთო ცეცხლაძე. ვახოს თავმიმყოფები სტუმრად კანდელაკთან. კი, გადავიფორმე ეს აგარაკი, ფანტასტიკური, ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობაში და ეხლა რაღაცა იკისრე. გამომართველი, წავედი მე. რამე იკისრე და მე მეწავა. მადლობა პირველ რიგში, რომ ძალიან მიხარია შენი მომიწვიე. აყოფნა, ჩემო მეგობარო. დიდი ხანია კამერების წინ ამყოფება. მაგრამ ნიჭიერი ადამიანი. მონატრებია კადრში ეთება. მიდი შენია. რას ვაკეთებ დღეს ხვიაბა? აბა რას შემომთავაზებ? ქათამი გვაქვს, ხახვი გვაქვს, ნიახურის ბოლქვი გვაქვს, დაფილო, სოკო, ნიორი წიწაკა. ბეკონიც გვაქვს, ბულიონი, წითელი ღვინოც. რას გააკეთებდი? ნუ აი ხა რაც შენ ყველაფერი თუ ჩამოთვალე, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაცა ფრანგული კერძი, ხო? კი ბატონო. თან კარაქიც გახდა, ხო, ეს ფრანგულ სამზარეულოში მთავარი мотиваტორი, მთავარი ლაიტმოტივი და ლოკომოტივიც და კვანძის გახსნა არის კარაქის დამატება. კი ბატონო. აი კარაქი და კარაქი მე როგორც ვიცი ლუპაკი გაქვს, ხო? სწორად ინფორმირებული. მეწლებია ლუპაკთან მაქვს ურთიერთობა და მოდი პროცესსაც თან parallel პროცესსაც დავუბრუნდეთ, თორე ჩვენ ისეთი ენა გვაქვს, რომ დავიწყოთ საუბარი, ვეღარ გაგვაჩერებს და კერძი დაგვრჩება ცალკე. ესე იგი წინასწარ ჩვენ უკვე დავჭერით ეს ყველაფერი კადრებად. ეს ჩასუსკული მაგიდა. ესე ვიყოთ. ესე არა მაქვს პრობლემა. გავიშალე წელში. ესე იგი, ვახო, წელის დავადება, ვისაც აქ გადაცემაში არ უნდა მოიწვიო. ან პირიქით კურნალო, კი ბატონო. ვახო, ქათამი პირველ რიგში კი დავამუშავეთ, დაამუშავე, მაგრამ ეხა ამოვაცალოთ ის რა ქვია, დავჭრათ და მოვგრილოთ. ვებერის გრილი შენ შეამჩნია. ეს არის ამერიკული გრილი. მინდოდა რომ შენ გეთქვა. მე ისე ფანტასტიკური გრილის შესახებ 300 გრადუსზე გვა გაცხელებული და თან ეხა რომ გავხსენი შიგნით ნახე რომ თუჯის ქვაბი გაქვს. კი. ანუ აქ მომზადება, მოხარშვა, მოთუშვა, გლაზირება, დეგლაზირება, აბსოლუტურად პურის გამოცხობა, ბურგერის ბანების, პიცის, ყველაფერი შეიძლება. ეს ყველაფერი იყიდება გრილსში. გრილსში. ეხა ამონათდება მისამართი ყველაფერი. მანახე ხელით სად ამონათდება რა. სადა ხო, აი აქ რო ჩავსვათ. აი აქ რო ამონაცა. ხო, მან. კაი. ძალიან ბევრი აქსესუარი აქვს სხვათა შორის, იმიტომ რომ და ფართო არჩევანია გრილების. ხო. მე ეს გრილი წამოვიღე და ვერაფერს ვერ დაუწუნებ. ბარკლის ანაჭრელი, ფრთა და თეთრი ხორცი ისე გავაკეთოთ რა. დავაი, ბარკლები აგერა მაქვს. პირველ რიგში მოვგრილავთ. ხო. რომ არომატი კვამლის აიღოს. ინგრედიენტებს რაც შეეხება, ეხა ვახო, ვინც მოამზადებს მერე ჩვენი ყურების მერე, ვისაც მოუნდება, სურვილი გაუჩნდება. საჭირო არის ნიორი, ხახვი, მწვანე წიწაკა, ნიახურის ღერო, სტაფილო, ხამა სოკო და ბეკონი. ხო. ასევე რა თქმა უნდა, ქათამი, კარაქი თავისთავად, მარილი, პილპილი. აქსესუარებზე რო ვლაპარაკობდი, აი ზუსტად ვებერის სადაც შევიძინეთ გრილსში არის ესეც სუნელები უკვე შემზადებული, ეს ქათმის არის ღორი, საქონის, ბარბეკიუ. ამასაც გამოვიყენებთ და რაც მთავარია, ვახომ კი ლაპარაკა რომ კარაქი და საფრანგეთი ერთი მეორის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ღვინოს სად დამიტოვე. ხო. წითელი ღვინო აუცილებლად და მაშინ ქათმის ბულიონიც, ფრანგული სამზარეულო, საბაზისო, ასე ვთქვათ, მისი ყველა კერძი ბულიონის ბაზაზე მზადდება. ან თვითონ პროცესში ხდება ბულიონის გამოყვანა პროდუქტიდან, ან ცალკე და აქედან გამომდინარე ბულიონი ქათმის აუცილებლად დაგჭირდება. დავიწყოთ ბეკონით. აი ესეთი დასლაისერებული ბეკონი ყველა სუპერმარკეტში შეგხვდებათ. აი ესე ჭხირებად დავჭრათ და პირველ რიგში მოვათავსოთ გაახურებულ თუჯის ცოტას კიდე დავუმატებ
და ბეკონს არ მენანება. დაუმატოთ ცოტა. შენ კერძებს ხელით ურევ ხოლმე თუ რამე საშუალებები გაქვს მოსარევი? ხელით, რა პრობლემაა? აჰა. მოდი, შეგიძლია ეს გამოიყენო ტრამონტინა. ამაზე უგიჟდები. აჰა. კარაკი მოგაწოდო, შეფ? იცი რა არის, ჯერ მინდა რომ სოკო დავუმატო. მიდი. და მერე უკვე კარაკიც მოვათავსოთ ჩვენს ვებერის თუჯის ქვაბში. არ დამიწვა რა, ვახო, ყურადღება მიაქციე. ნახე რა ფერი მიცა, ავთო. რა ფერი მიცა, ნახე, შეხედე. ეხლა რატო გავაკეთეთ ეს გახურებულ ქვაბში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სოკოს ერთი თვისება აქვს. თუ დაბალ ტემპერატურაზე მოვათავსებ სოკოს, იწყებს სითხის გამოყოფა და ჩვენთვის ეხლა აქტუალური არის, რომ პირიქით სითხე შეუნარჩუნოს სოკოს, რომ ფორმა არ დაკარგოს და პირველ რიგში აი ბეკონთან ერთად სოკოსაც ექნება ეს შებოლილ ხორცის მაგვარი გემო. თან. აი ეს ის ფაქტი. არის საშუალება. მომეხმარე, ამოიღე ეს დაფა. პარენდო ბოლომდე. აბა, წავედით. არა. პარე მოსულები ვართ. აჰა. ნიორი წავიდაო, როგორ მიყვარს? გაყვა. ხახვი? მიახურის ღეროები. ხო. სტაფილოც იქვე. აჰა. დამატებით დროში წიწაკ. ხო, ეხლა წამოდი ესე წამოდი. გადავი ეს უკვე. აჰა. წამოიღე ხა ქათამი. ქათამი შემოულაგოთ, ხო? შემოულაგე. ეს მოვა. ამ გრილს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ერთი ისეთი სახასიათო ფუნქცია. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ცეცხლის კონტროლი და ტემპერატურის კონტროლი და აქედან გამომდინარე ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ უფრო შავი ხორცის და ძვლიანი ნაჭრები უნდა მოვათავსოთ უკანა მხარეს და ადვილად რომელიც იწვება წინა მხარეს და ყველა ნაჭერი ქათმის თანაბრად მომზადება ერთ დროში. ვახო, ბულიონი მომაწოდეთ ჩემო მეგობარო, რადგან ხო. ცეცხლი ცოტა მაღალია. ხო. აბა, წავედი. კაი. ავთო, ნახე ახლა რა უნდა ვქნათ? ნიშნავანი, ცოტა ნელაქები. რომ პროცესით ვისიამოვნოთ, მოიცა? მოდი ახლა რა ვქნათ, იცი ამას თავსახური დავამატოთ. ეს დავახუროთ თავსახური. ფრთა დაგვრჩა ერთი. ჩვენ შეგვიძლია მივალაგოთ, ვახო? ხო. და ვიჭუკჭუკოთ. პოეზიაზე ვისაუბროთ. სანამ ეგ თავისთვის არის, დაახურე მაგას. აგერ Starbucks-ის ცი ვიყავით. ესა მაგ შეიგრილე. ქათმიანი მაგ ხელი შენ გამიხსენი და მე იმას ვისაუბრებ. რატო გონია რომ მე უკათმო მაქვს, არ ვიცი, მაგრამ აბა. ნახე, როგორი ყავაა, ნეკი დამჩა. ნაღდი ყავა ყოფილა რა გინდა. ასწორებს გრილთან და ცეცხლთან რომ მუშაობ, მე კარგად აგრე. ძალიან გამიხარდა სხვათა შორის ნეშენი დაბრუნება თბილისთან ახლოს დაბრუნდი. გადაღებებით. რატო გადაგერება გურიაში ჩამოდიო, ხო ვერ მოახერხებდი ჩამოსვლა. მაგრამ გაგიხარდები. რა თქმა უნდა, ორი აზრია მაგაზე არ არსებობს. რა გათვლა გვაქვს, იცი რომ აქ გაგტესტოთ სტუმრები, რა შეგიძლიათ. ხო. რომ მე გურიაში დაგპატიჟოთ თუ არა. აჰა, გასაგები. ანუ შენ დაიმსახურე უკვე რასაც გიყურებ, დაიმსახურე გურია აუცილებლად. ვახო, სანამ ეგმზადდება, შენზეც მოყევი, რა ხდება ცეცხლში. დავიბადე თბილისში. ამდია. ამაგას ყვები ხო? დავიბადე. მაქედან დაიწყე და ცეხამდე მიდი. ცეხში ყველაფერი კარგად ხდება. ძალიან ბევრი ხალხია. კი, ხალხი ძალიან შემოგვეჩვია, ასე ვთქვათ, და მიხარია ძალიან. ალბათ ეს ხალხი იმიტომ დადის, რომ მოსწონთ კიდევაც და ვფიქრობ, რომ თბილისში საყვარელი ადგილი შეიქმნა, რომელშიდაც ადამიანები მიჭირს არ დაგეთან, ხო, ადამიანები მოდიან და საკუთარ ადგილს პოულობენ
იმიტომ რომ ძალიან რთულია პარასკევ შაბათს ზიარო იმ ადგილას, სადაც არ ხსიამონებს ზიარული, ხო? ახალგაზრდების ძალიან საყვარელ ადგილად იქცა და არა მარტო ახალგაზრდების. ხო, ნელ-ნელა აი იმ სტატუსს იპოვებს, რომ ადამიანებს სიამოვნებთ და თავის სივრცეში, ასე ვთქვათ, მოდი. თავისუფლად გრძნობენ თავს და ბედნიერები არიან. ლურპაკის კარაქმა, ნახე რა. აი ნახეთ რა ქნა. აი соуსი, ხო ჩვენ ხო ქათმის ბულიონი დავამატეთ და პირველი რაც გააკეთა соуსი შეკრა, ასე ვთქვათ, სიბლანტე მიცა და გემოები, კარაქი არის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გემოების შეკრაში. აი მარილი ხო არის უმთავრესი ინგრედიენტი, რომელიც გემოს ამრავალფეროვნებს და ხსნის გემოს და კარაქი არის, რომელიც ამეგობრებს აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, რომელიც შემავალია კერძში. ის რამე უკარაქო კერძი გიყვარს, უცხიმო, კაი ესე ვიტყვი. უცხიმო კერძი. ერთი მიყვარს სხვათა შორის, აი მე და მარიამი ვიყავით ახლა ქუთაისში. და ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი სორმონში. 2 დღე ვიყავი გასტრონომიულ გასტროლზე და პირველ დღეს ვჭამე ნიყვი კერძზე გამომცხვა. მაგრამ კარაქი არ ქონდა? კარაქი არ ქონდა. ხო. შრალად, მარტო მარილით და მეორე დღეს უკვე ნიყვი ხახვით და კარაქით. მე პირველი ვერსია უფრო მომეწონა, სიმართლე რო გითხრა, მაგრამ მეორე ვერსია მარიამის მოწონება დაიმსახურა მე. იცის ადამიანი. წითელი ღვინო დავამატოთ და წითელ ღვინოს აუცილებლად ვამატებთ ეტაპობრივად რა. პირველი დავამატოთ დაახლოებით 100 გრამი, რომ შეეჩვიოს გარემოს და შემდეგ მერე უკვე დავამატოთ დანარჩენი და ბოლოს უკვე დამატებულ ღვინოს ველოდებით რომ ამოორთქლეს, იმიტომ რომ ამოორთქლება ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო ბლანტი გახდება ჩვენი соуსი და ცოტა ხანში უკვე ქათმსაც ჩავალაგებთ შიგნით. მარილი მე არ მიქნია და შენ ხო არ დაგემატები. არა, ქათამს უქენით და ეხლა დავამატოთ. მოდი ქათამი ჩავალაგოთ. ჩავა. იცი აი უკანა ისინი დაიწყე ეხლა ჩალაგება, წინებს ცოტა დაველოდოთ. ნახე, ხო არ დავბრაწოთ კიდე? კიდო? კი, იმიტომ ის თავის არომატს მიცემს. ეს ღვინოც ამოორთქლდება, ნახე, შეხედე რა. ეს არის ქათმის ბრალია თუ ვებერის? მე ვფიქრობ რომ ვებერის. მეც ეგრე ვფიქრობ, მინდოდა რომ შენ გეთქვა. იცი რა, ნახე. ესე თანაბრად, თან ცხიმი არ გავიკეთები ამ ქათმისთვის, თავის ცხიმ, ანუ. არა, პიროვნება, ვებერი არის პიროვნება. ადამიანია. მოდი რა ვქნათ, იცი? ცოტა ბულიონი კიდე დავამატოთ. იმიტომ რომ ხა ჩვენ ხო მაღალ ტემპერატურაზე უსაქმიანობ და აქედან გამომდინარე. კაი, ბარკლები შეგვიძლია უკვე ჩავამატოთ. და გვერდები, ნახე რა, გვერდებში ჩავალაგოთ ეს. და შუაში მერე დავამატოთ უკვე ჩვენი კერძი. ჩვენი არა, ქათმის. ხო, ქართის კერძი. ჩვენი კერძი უგემური იქნება, თორე შეგვიძლია ეგეთ დავამატოთ. არ გვენანება. ბულიონს კიდე დაიმატებს და ღვინოსაც როგორც უყურებ. ეხლა დავამატოთ ეგ ბულიონი და რო დავახურავთ, ჩაუკეტოთ საჰაეროები. კი, ქვედა მხარეს ჩაუკეტოთ. ეხლა რა გვინდა, იცი? ცოტა წითელი ღვინოს დავუმატოთ. დაუშვ. იმიტომ რომ ეხლა რა არის, იცი? მაქვს კიდე ბულიონი და შეგვიძლია თუ რამეა, მე ბულიონიც დავამატო. არა, ძალიან ეს რო არ იყოს კონცენტრირებული, მე ცოტა წყალით შეგვიძლია ბოლოს კიდე დავამატო. ეხლა მთავარი რა არის, ღვინოს რატო ვამატებ? ჩვენ ხო ქათამი მოვათავსეთ. ქათამს აქვს ეხა ეს არის შეშინებულია, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურიდან კიდე ხო, შოქშია და მაღალ ტემპერატურაზე ჩავაგდეთ. ეხა გვინდა რომ ცოტა გავანეიტრალოთ ტემპერატურა, რომ ქათამა შეძლოს მწვენის მიღება, რაშიც მოვათავსეთ. სწორედ ახსენი? ძალიან სწორად. კარაქი დურთებ თლიანად გაუში, არის საშუალება. ცოტა მარილი უნდა დავამატოთ ეხლა. ბულიონს აქვს, მაგრამ დავუმატეთ და ცოტა მაინც დავუმატეთ. დაიჭირვებს. სიცხარე შენ მწვანე წიწაკის გარდა არაფერი არ გიქნია, ხო? ცოტა მაშინ შავი წიწაკაც ვქნათ. აქ პაპრიკა გაქვს? პაპრიკაც მაქვს, სვანური მარილიც მაქვს. არა, ეს პაპრიკა თუ ცხარე წიწაკა? პაპრიკა. შავი პიმპილი მაშინ ვქნა. პიმპილი თუ პილპილი? იცი რა, ვისაც როგორ მოწონს ისე დავუწევ. შენის ტიპი არა, ხარ უკაცრავად, ეხა გამახსენდი. ისა რა ქვია, ხინკალზეო პილპილიო არაო. ხინკალზე მე ხინკალია ეს? არა, ეგ მაგაზე გამახსენდი, ხო ეგ ახარ. კი, ეგავა. რატომ მე?
ხინკალს, იმიტომ რომ ხინკალს არა, გეთახმები, მაგრამ შეიძლება მაგაზე დავა. ყველაფერზე შეიძლება დავა, მაგრამ რაც მოგივა დავითაო. ყველა შენი დავითაო. მაგრამ ქალაქურს უნდა, მთიულურს არ უნდა. ქალაქო ადამიანი. ნახე მოდი ეს ვქნა. ტრიალად სომს ალბათ ჩემიანი, ვახო ჩემიანი. მაგრამ აი ეხა თუშურს, მოხეულს, თის ხინკალს არ ჭირდება, იმიტომ რომ შავ წიწაკას რა აქვს? გეტყვი ეხა. პირველადი ეფექტია. მატყუარა. არა. ნახე, გიკლავს რეცეპტორებს და ყველანაირი გემოს აღიქვავ მერე შავი წიწაკის ფონზე. ხო, მახსოვს ეგ. სუსხავს. ხო და მერე იმ გემოს ვეღარ აქონდა. ნახე, როდესაც ხინკალს აქვს ბულიონი, როდესაც დამატებული აქვს თის ქონდარი, დამატებული აქვს მომინდა. ესა რა ქვია, ცოტა ხახვი, ბულიონი რომ მოყვეჩავ, რომ მოხურებ. ეხა შავი წიწაკა მოხდება პირში. ბაზარი არა. გეთახმები. არ არის. რა ქალაქურზე მისი მიღებული ქალაქური არის თulis ხინკალი. ისი? ქალაქური არის თulis ხინკალი. ითული, უჭებს ითული. ხო, იქ არის. თის ხინკალს არ ითული. იმიტომ რომ კუჭი თითქმის არ აქვს და ავტომატურად ჯანმრთელია. როგორი ნიჭიერი ადამიანი, როგორი გადმოცემის უნდა. შენ ლუცავს ხო? არავინ და დამის. იმიტომ რომ არ გაფინანსებს არავინ, თორე რო დაგაფინანსონ ხო დალე. შენ ვინ გაფინანსებს? მე არავინ არ მაფინანსებს, უბრალოდ მომინდა ლუდი და დამალები. გასაგონად თქვა, მე მგონი ვახომ და საერთოდ აი ესეთ ფორმატებს ძალიან მოხდება. ისეთი ერთი ჭიქა, კარგი წითელი ღვინის მირთმევა, კარგი თეთრი ღვინის მირთმევა, თუ მეღვინეები ისვენებენ და ამ გადაცემას ამ კონკრეტულ მომენტში არ უყურებენ, ლუდის წარმოებელებს კაი ლუდით შეიძლება. ძალიან მოუხდება ლუდით. ამ კერძს საერთოდ აი გუნდა მეთქვა, რომ მაქსამეოს კომბინაციით ისეთი კერძები გამოდის, ისეთი ცონები იზილება და ისეთი კერძები კეთდება, კიდ ღვინით, წითლით, თეთრით და ლუდით ხო საერთოდ. რეკლამაზე ხო არ გავიდეთ. გაქვთ რეკლამები? ვაიდა იყოს. გაველოდოთ ეგ ქათამი 1:20-30 წუთი კიდე ჭირდება. აჰა, კარგად თუქთუქებს. ვახო, აბა ჩავხედოთ, კი გავიდეთ. 15 წუთი, 20. მე რაში მოდი აქეთ გადმოდი საერთოდაც. ერთი ამოურიოთ, აბა YouTube-ზე რო ისინია, ფლოუს რო აკეთებენ, ხო იცი? და ესე ხორცებს რო ესე ალაგებენ და აქედან ჯერ წვენს რო იღებენ. კაი. აჰა. ცირა თუ დრო გაქვთ და მარჯვე ხელები, თავისუფლად შეგიძლიათ რომ ეს ბულიონი კიდე დაადუღოთ და უფრო ესეთი მყრივი გახადოთ და თუ საერთოდ საქმე არაფერი არ გაქვთ, შეგიძლიათ აი ეს ქათამი ამოალაგოთ. ბულიონი დააბლენდეროთ და კიდე დაადუღოთ და უკვე მაღალი დონის სამზარეულოში შევდივართ, ხო? თებში მომაწოდება არა? ჯერ წვენი. ნახე შეხედე. პიროვნება ადამიანია. გელაპარაკებდა და შენ არც უსმენ. კი ბატონო. ეს დაგიბრუნებ უკან. მადლობა. როგორ რაგნებავთ ბარკალი? ბარკალი და მისი გადანახსენი. აი ეს ბარკალი გახლავთ და კვთას მოგცე. მოდი აბა გასინჯევა ხო? ნახე რა არის ახლა მთავარი აქ რა. უი ხო. ღვინოს თავისი სიმჟავე აქვს, მაგრამ დამატებით ქათმისთვის, იმიტომ რომ კარაკი დაუმატეთ და ეს არაქის ღვინის და ბულიონის სიტკბო ტრამონტინას დანას მოგაწოდებ ბრაზილიელს. დასმეუნებ. დაბა გაჭერით ამ პარალელად. მარტო ფეხბურთს კი არ თამაშობენ. ხო, კაიდანებია ხო? დიახ. აბა მოაპკურე. მეც მოვა. და გასინჯე. მე ვარ სტუმრად, ხო? შენ ხო დღეს ჩემთან გადაცემა. რამდენი მოაპკურა? საკმარისია. აჰა. აი ღე. თონის პურს ხო არ დაველოდოთ? იცი რა, მოდი ფთა გასინჯე. და რანაირად გავსინჯო? ხელით. ხელით აიღე. წვენი რო არ მოყვება? წვენი ამოუს წვეთში. იშლება. ნახე. აო. აია. ძალიან კაია. მართლა გეუბნო. ხო. ამ ხრეალ ნოძე დაგემშვიდობა. არა, ჯერ არ დაემშვიდობა. იცი რა მოქნა ეს ამბავი? ჯერ რომ მოუგრილეთ ქათამი, ნახე რა გემო. შენს გასინჯი იქნებ გატყუებ. შებოლილი გემო აქვს. აუ რა, კაი. აჰა.
აი ეს ჩავაწვევ წვენში. ცოტა შორის ლაიმაც მაგარი იქნება. აუ. დღითი დღე ვწუნდები. რომ კარგად ვაკეთებ საჭმელს რა. სულ უნდა გეთქვა, მაგრამ კაი. არა, შენზე ხო. როდის იყო ტანდემში რამე ცუდი გაუკეთებია? არასდროს. ეგრეთ ისტორიას არ ახსოვს. ცალ-ცალკე კი რაღაც ბევრი სიზულელები გუკეთებდი. აუ, მართლა ძალიან გემრიელია. ოჰო. და ვახომ სწორი თქვა, კიდე თუ მოინდომეთ, კიდე შეიძლება რედუქცია გაუკეთოთ ამ წელს და კიდე უფრო მძაფრი გემოექნება და ეხლა ჩვენ დაგვჭირდება ამ ულამაზესი ვებერის თუჯის ქვაბისთვის 2 თათუნი. რომ ეს ამოვიღოთ და დავდოთ. აჰა. მოურია თუ მოსარევია რამე. ნახე როგორ იმასქნა, აი ლურპაკის კარაქი რასაკეთებ. შეხედე. როგორც კი ტემპერატურა შეუცვალეთ, ის რაც მე დაავთომ გითხარით, რომ ცოტა ხანი გააჩერეთ, რომ დადუღდეს, საერთოდ აღარ დაჭირდა. ნახე. აუ რა კაია. სიბლანტე ნახე. ეს არის ოჯახური კერძების ერთ-ერთი ყველაზე თვალნათელი მაგალითი. დაუძახეთ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. პირველ რიგში შეიძინეთ ვებერში გრილი. იმიტომ რომ ესეთი გემრიელობები აკეთოთ და შეიკრიბეთ და ალბათ ლუდი თქვენს გექნება, ჩვენ აღარ აგვაქვს. თქვენს გექნებათ ლუდის საშუალება და თუ არა და გამოჩნდება რამე იქნება. და ლუცენთად მიირთვით. მე ცოტა დამჭა. თავი და გავიშ. შენ გადაცემას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გადაცემა ეს თუ კონტენტი. ვიდეო კონტენტს გაუმარჯოს შენს. თავი და გავისტო ვახო. მან YouTube-ზე ვიდეო კონტენტში იძახიან ხოლმე რომ გამოიწერეთ და დაალაიქეთ ან დაგასკასკაიბრერეთ. სკასკრაიბრერით და რაღაც გამოიწერეთ ავთოს არხი, მართლა ძალიან საინტერესო არხია, საინტერესო სტუმრებით, საინტერესო რეცეპტებით, საინტერესო ადამიანები აკეთებენ ამ ყველაფერს. კოცნით გეხვევით, კარგად გზნდებოდეთ ნახვამდის. დაქტორ ქათამთან მე დაგებშტობთ ნახვამდის. ქათამთანო და მე რა გამოვდივარ.